საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ჟენევაში საპარლამენტაშორისო კავშირის 121 ასამბლეაში მონაწილეობს. დელეგაციას დავით უსუფაშვილი ხელმძღვანელობს. ასამბლეის ხდომა რამდენიმე საათში გაიხსნება. სესიაზე ქალთა საკითხებზე რეზოლუციას მოამზადებენ. მოვისმინეთ IPU-ს პრეზიდენტის ანგარიში, მას იცით რომ გავიდა 3 წლიანი უფლებამოსილების ვადა და საინტერესო იყო ამ ანგარიშის მოსმენა, ასევე გენერალური მდივნის ანგარიში მოვისმინეთ, ასევე იყო საუბარი მომავალი წლის ბიუჯეტზე. ძირითადი იცით თემა ეს არის ქალთა გაძლიერება და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა. ორი ძირითადი თემაა ისლამური რესპუბლიკის ერთის მხრივ და მეორეს მხრივ ებოლას საფრთხის შესახებ. დანარჩენი, როგორც უკვე ვთქვით, ეს არის ძირითადად გენდერთან დაკავშირებული საკითხები. ერთ-ერთი მოთხოვნად თუ ერთ-ერთ ძირითად მიმართულებად სწორედ კვოტების საკითხი იკოთება, რომელიც საქართველოშიც დღეს ძალიან აქტუალურია და როგორც ჩემთვის არის ცნობილი, მორიგჯერზე ძალიან გააქტიურებული არიან ის არასამთავრობო ორგანიზაციები ჩვენთან, ვინც ამ თემას ლობირებენ. ამიტომ ჩვენ ალბათ აუცილებლად მოგვიწევს ამ საკითხებზე საუბარი.